არტ-ვილა გარიყულაში აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრისა და აფხაზეთის მხატვართა კავშირის ორგანიზებით პლენერი აფხაზეთის ფერებით ჩატარდა. მასში სხვადასხვა თაობის 22 მხატვარმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების მიზანია მსგავსი აქტივობების შედეგად შეიქმნას მუდმივმოქმედი გალერეა, სადაც დამთვალიერებელს ექნება საშუალება გაეცნოს ნახატით გადმოცემულ სათქმელს, შეაფასოს სხვადასხვა მხატვრის ინდივიდუალური მიდგომა და დააკვირდეს მათი თვალით დანახულ აფხაზეთს. მოხდეს აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, შედგეს საუბრები წარსულსა და დღევანდელობაზე. მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი გალერეა უნდა გახდეს ტურისტებისთვის მიმზიდველი და საინტერესო. შედგა სამდღიანი პლენერი, ეს მოიცავდა ბაზალეთის ტბის მიდამოებს, გარიყულასა და ბეთანიას. შეიქმნა ფერწერული ტილოები, რომელთა დათვალიერება პირველად აფხაზეთობაზე შეეძლებათ. ნახველებს აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი ხელს უწყობს აფხაზეთის მხატვრების ხარდაჭერას და პოპულარიზაციას. ჩვენ გვაქვს იდეა გავაკეთოთ მუდმივმოქმედი გალერეა, რომელიც ტურისტულ მარშრუტში იქნება ჩართული. გალერეაში მოსული დამთვალიერებელი გარდა იმისა, რომ ფერწერულ ტილოებს იხილავს, ჩვენი წარმომადგენელი მათ გააცნობს აფხაზეთის კულტურულ მემკვიდრეობას და გაესაუბრება აფხაზეთის წარსულსა და თანამედროვე მდგომარეობაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რამე თუ ჩვენი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს საქართველოს ფარგლებს გარეთ ოკუპაციის შესახებ. მე მინდა საქართველოს მხატვართა კავშირს გადაუხადო მადლობა და განსაკუთრებული მადლობა აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარეს დათო ბაძაღვას, რომელმაც ორგანიზება გაუკეთა პროექტს თითოეულ მხატვარს, რომელთაც სიამოვნებით მიიღეს მონაწილეობა ჩვენს ამ პლენერში. მინდა მათ უსურვო წარმატებები, შემოქმედებითი და მომავალი პლენერების აფხაზეთში განხორციელება. აფხაზეთის ფერებით. ჩემთვის ორმაგი დატვირთვა აქ ამ სახელწოდებას. ერთი რომ ჩვენ მხატვრები ფერებით ქმნით ჩვენებურ სამყაროს და მეორე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, გვინდა რომ მოვეფეროთ აფხაზეთს. სამწუხაროა რომ შორიდან ვეფერებით, მაგრამ იმედია რომ ახლო მომავალში ჩვენ დაუბრუნდებით ჩვენს მიწა-წყალს და იქაც გავაგრძელებთ იმ საქმეს, რა საქმესაც აქ მოწიწებით და თავდადებით ვემსახურებით. ძალიან საინტერესო პროექტია. მხატვარის შემოქმედებითად უფრო სხვა კუთხით დაინახავს საკუთარ თავსაცაც და სხვა მხატვარსაც. კონკრეტიკა არ შემიტანია, უფრო განზოგადებულ ფორმაში დავხატე, ვინაიდან აბსტრაქტულ ფორმაში ვაქცევ ჩემ პრიზმაში, რომ აი იმ ნახატის მიღმა, რასაც მე ვხედავ, იგულისხმებოდეს ჩემი შინაგანი განწყობა. აქ ძალიან საინტერესო მხატვრები არიან, ყველა სხვადასხვანაირი, სხვადასხვა სტილით, სხვადასხვა მიდგომით. ამ პროცესში იზრდება მხატვარი, როგორც პროფესიონალი და პოზიტიურია ისედაც და მომავალში იმ იმედით, რომ აფხაზეთში გამოიფინება ყველა ეს სურათები. აფხაზეთის თემა საერთოდ შთაგონებით წყაროა ჩვენთვის მხატვრებისთვის და არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. შექმნილი ნამუშევრები უკვე გადაეცა აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრს. ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს მხატვართა კავშირი. ეს პროექტი არის ბრწყინვალე პროექტი, რომელიც არის აფხაზეთის მხატვართა კავშირის მიერ წამოწყებული. ასეთი პროექტები აუცილებელი არის მხატვრებისთვის, იმიტომ რომ მხატვრები ყოველთვის სახელოსნებში ზიან და მუშაობენ. ეს იმდრე არის პლენერზე გამოსვლა. მხატვარი ამ დროს თავისუფლდება ყველანაირი ჩაკეტილი ფერებისგან, ჩაკეტილი სივრცისგან და გამოდის გარეთ და თავისუფლებას იძენს მხატვრობაში. ეს პროექტები უნდა გაგრძელდეს. ეს იდეა არის ძალიან წარმატებული იდეა, მე რამდენად განხორციელდა. აფხაზეთის თემაზე ბევრი მაქვს ტილოები გაკეთებული. თავიდან ძალიან ესეთი აბობოქრებული ფერებით, ზღვა და ცა და ესეთი მიტოვებული სახკარი, ბევრი მაქვს ამ თემაზე და ეხლა მინდა რა ცოტა სიახლე და ხალისი შევიტანო. სტიმული და თან იმედი გაუჩინო იმ ადამიანებს, რომლებმაც დატოვეს ის ლამაზი კუთხე. აფხაზეთის თემაზე ბოლოს გამოფენაც მქონდა და ძალიან გახარებული ვარ, რადგან მეც ჩავერთე პროექტში. ეს ნამუშევარიც აფხაზეთის ფერებს მიუძღვენი, იმიტომ რომ ძალიან ლამაზია მართლა იქაურობა და დიდი ხანი არ მინახია და ძალიან მომენატრა. საქართველოს უძვირფასესი მხარეა, რაც მახსოვს იქიდან იმ განწყობით, იმ სურნელით ვხატავთ და ძალიან კარგი დღეები გვაქვს. ვიზიარებთ ერთმანეთის აზრს ყოველთვის. უყურებთ ერთმანეთის ნამუშევრებს და ასე შემდეგ უფრო მეტად ვითარდები შენს და სხვაც შესაბამისად. ძალიან კაია იმითი რომ არის აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების შეკრება, იმიტომ რომ ეს გვაერთიანებს აფხაზეთიდან შორს.